მე ვკითხულობ, რასაც მწერს. მე არ მაქვს ინფორმაცია, რა ტიპის სამხედრო გამოცდილება აქვს, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ეს იყო უბრალოდ ოცეულის დონის ქვედანაყოფის საქმეო. ვინაიდან ბატალიონს არ ეყო ტერიტორია, ჩვენი ქვედანაყოფი მოექცა საკუთარი ცეცხლის ქვეშ. აღარ გააგრძელოთ მეტი ხალბაზონცია რა. დავასრულებ, ხო შეიძლება. ამის მოსმენა არარელევანტურია. პოზიციაზე ყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს საზე გოგავას და უმაღლეს თავარსარდალს. გოგავას არ ახსენებს. აბა ვის ახსენებს ახლა რაზე მელაპარაკებით? არა, არ ახსენებს, თორემ გეტყოდით ამ წერილს თუ გნებავთ. ეგ ხალხია, რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მე წერილებს იწერება რა. კარგი. პატივის წენ იმის სამხედროების საფლავებს, რომელიც იქ არის. ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფი დანაყოფს ეც არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლეს ტექნოლოგიებით უყურებენ, მაპატიეთ ამ ტონზე. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. არ სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. ამოცა ომს პოლიტიკოსები იწყებენ და პოლიტიკოსები ამთავრებენ. სამხედროები არ აკეთებენ ამას. სამხედროს არ უნდა არც ომის დაწყება და არც დამთავრება, იმიტომ რომ წაგებული იქიდან წასვლა არავის არ უნდა. აქ ვარ მეორე ფრონტის სურველებს ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდ. მე გავაგზელებ ახლა. ჩვენ ვიძლევით დავალებას. დანაყოფის მეთაური თუ ხედავს ადგილზე, რომ მიზიდული ძალები უფრო მეტია, ვიდრე უნდა იყოს. მაშინ ნირვანაში მეც ავღელდები და ხო იცით, ქალებს უკეთესი აღელვება შეგვიძლია მამაკაცებზე, რომლებიც დინჯები ხართ უფრო. და გკითხავთ, მაშინ მართალია თუ არა, რომ თქვენი ბრძანებით ან კიდევ რომელიღაცა გაუგებარი პოლიტიკოსის ბრძანებით მეოთხე ბრიგადამ მიიღო აღარ გააგრძელოთ ჩემი ბრძანება შემოტრიალების 90 გილიოტინაზე ვაგებ პასუხს რომ თქვენ გაეცეთ ბრიგადამ არ მიიღო ბრძანება მიიღო ერთმა ბატალიონმა ბატალიონმა და არა ბრიგადა მიპასუხოს ღიარი გეტყვით რომ მე იმისიც არ მჯერა სამწუხაროდ რომ როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ სამხედროებმა რომ მოთმინებით პასუხი ჯობს იმ ეტაპზე რამდენიმე საათში გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი და გეუბნებათ რომ დაადგინე წერტილები და ცეცხლი გახსენი რომ ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო არ მჯერა აი ტონს უწევ და გეუბნებით რომ არ მჯერა და გახვია შარში ჯარისკაცი ქვეყანა და სამოქალაქო მოსახლეობა ის 168 სამხედრო მოსამსახურე 18 პოლიციელი და 220 თუ 221 სამოქალაქო პირი ჩემ ზურგზეა და მე ამითი უნდა ვიცხოვრო მე ცხოვრებაში მივხვდით რაშია საქმე ანუ არ გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებია იქეთ ამ ხარეს ჩვენ არ გვყავდა მტრული მოსახლეობა ოსი იყო ეს თუ სხვა ეთნოსი და ძალითედო მას პასპორტი უბეში ეს შემთვის არ განასხვავებს იმას რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე თუმცა სეპარატისტზე ჩემი დამოკიდებულება მაქვს სეპარატისტს არ აქვს ეროვნება ნიშნულობა არ აქვს რაგვარი უწერია მას ასე თქვა პასპორტში ამიტომაც იქეთ მყოფი და აქეთ მყოფი ორივე ჩვენი მოქალაქეა ამიტომაც ეს ოპერაცია იყო მძევლით საბრძოლო ოპერაცია, რასაც უფრო უკეთესად, უფრო ჭკვიანი დანაყოფები უნდა და ყველა ჭკვიანი დანაყოფი, რომელიც კი მყავდა, ყველას დიდი პატივისცემა დანარჩენს იყო მიზიდული ცხინვალზე. აი ეს იყო გადაწყვეტილება, რამაც გადაწონა ჩემს მიერ თავი მოეყარა აქ ესეთ დაჯგუფებას. თქვენი გადმოსახედიდან აი დღეს რო უყურებთ შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება ამ სისხლის ზღვრის თავიდან აცილება 10 მიზანი თბილისია და რაც შეიძლება უფრო ადვილად გაეკეთებიათ ესა გამორიცხულია ჩემი აზრია ეს და გასაგები ის ხო პოლიტიკური დაუდევრობის შედეგი რაც მოხდა და ის ადამიანებიც კი ვინც ღირსეულად იღვაცა და იბრძოლა მათ შორის ბატონის შალვას მებრძოლებმაც აღმოჩნდნენ სრულ გაუგებრობაში. უბრალოდ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ. თქვენ რომ თავიდანვე გცოდნოდათ რომ თქვენი ამოცანა იყო ცხინვალში შესვლა, შეცვლით თუ არა თქვენ გეგმებს და უფრო წარმატებით შეასრულებთ იმას, იმ დავალებას, ვიდრე მე ცოტა მოგვიანებით კი შეასრულეთ, მაგრამ გქონდათ გარკვეული დანაკარგებიც. წინასწარ ყოფილიყო თქვათ აი რაღაცა დაგეგმილი რომ აი ესეთ რაღაცას ვაკეთებთ ან რაღაცა თქვათ რა შეიძლებოდა რა თქმა უნდა გეგმის გაუმჯობესებაც ქალაქშიც არ შესვლა სხვა რაღაცა გეგმის დადება
ესმით დავალება რა ქვია უცებ აი გადატანაც კი ვერ ხდებოდა რუკაზე და გამიგეთ როგორი სიტუაციაში გიწევდა ისა რა ქვია რა მუშაობა თორე გეგმის გაკეთებაც ვიცით კიდევ ერთი კითხვა გამიშთა თუ შეიძლება ბოდიშს გიხდით სამი ტანკი სამარა რომ დაგტოვეს მთელი ტექნიკა როს მოდი კობრას ნუ ჩავთვლით კობრა არის საპოლიციო დანიშნულების შეიძლება რაღაცა ხო არ გაგიშთათ განცდა რომ უაზროდ საციკდილოდ გაგიშვეს სადღაც თქვენ და თქვენი დანაყოფი იმიტომ რომ თქვენ ყოლოდათ თქვათ არტილერია გქონოდათ თქვათ 20 ტანკი ან რაღაცა რომელიც ახლა ქალაქის დაკავებისთვის იქნებოდა საჭირო მესმის მაგრამ გადის დრო თქვენეუნებით რაღაცა მომაშველეთ და სამი ტანკი სამარა ხართ მეტი არავინ არაფერს არ გაშველებთ აი ეს 5 დღე რო არ ყოფილიყო აი ესეთი წინააღმდეგობა სამხედროების ძირითადად თავდაცვის სამინისტროს სამხედროების აი ესეთი წინააღმდეგობა არ იქნებოდა დრო მთავრობას საერთაშორისო ისინი რა ქვიან ჩვენი მეგობრები ისინი ჩართულიყვნენ და დარწმუნებული ვარ რომ მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა რუსეთი აი მან გადაგვარჩინა აი ამ თავდადებამ რა თქვათ ეხლა მე იმაზე ვერ ვიფიქრებდი გამიგეთ იქ ეხლა იქ სამას სპარტანელი რაზე ფიქრობდა რა ქვიან რომ თქვათ იქ უკან ამხელა ქვეყანა ედგა ხო სიტყვას ვერ ეხმარებოდნენ და იქ იხოცებოდნენ ეხლა ავაკითხეთ იმათ სად გამიშოვა ეხლა ის კაციც გეტყოდა ხო იტყოდა ხო ეს და სად მიხოცებითო მაგრამ ნუ არის დრო მომენტი როცა ამას აკეთებ მაგრამ ბოლოს რა შედეგის დადგა ეს შედეგი დადგა რა რომ ჩვენ მთელი ქვეყანა ვიხსენით ოკუპაციისაგან აი იმ გმირობით იმ დაუყული ხალხით და რაღაცით აი ეს მაგ წამოყოლილი რა შეიძლება ბევრი შეცდომები დამიშვა ცხოვრებაში თქვა იქ რაღაცა ის მიქმნია რაღაცა მაგრამ აქედანაც ეს გამოვიტანე მე რა ჩვენ ვართ ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე ეს არის საქართველოს პარლამენტი